ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის კარიერულად 2026 წელი ყველაზე ხელსაყრელი იქნება. ასევე ამ ვიდეოში ვისაუბრებ 2026 წლის კარიერულ თემებზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. მოდი ვნახოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოიქცეთ დედამიწაზე. პლანეტა მერკური 2026 წლის თებერვალ-მარტში, ივნիս-ივლისსა და ოქტომბერ-ნოემბერში რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება რეტროგრადული. რაც შეეხება ურანს, იგი თებერვლის დასაწყისისთვის დაუბრუნდება დირექტიულ ცვლას და სექტემბრის დასაწყისამდე ასე გააგრძელებს. აღმავალი კვანძი ივლისის ბოლოსთვის გადავა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო აღმავალი კვანძი შესაბამისად ივლისის ბოლოსთვის გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. რაც შეეხება იუპიტერს, იგი მარტის შუარიცხვებამდე რეტროგრადულად მოძრავია. ასევე იუპიტერი რეტროგრადული იქნება დაახლოებით წლის ბოლოს 3 კვირის განმავლობაში. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. 2026 წელი კარიერული მიმართულებით შესანიშნავია. მთავარია პირადმა ურთიერთობამ სამსახურებრივად ხელი არ შეგიშალოთ. აქცენტი გააკეთეთ ქართულ კომპანიებზე და საქართველოზე. ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ სამსახურის შეცვლა ან ერთდროულად რამდენიმე თემაზე მუშაობა. ამიტომ უნდა იყოთ მარტივად ადაპტირებადი. 2026-ში სამსახურებრივი ბენეფიტებისთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვა და შრომა აუცილებლობას წარმოადგენს. უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგადად წლის პირველი ნახევარი კარიერული კუთხით უფრო ხელსაყრელია ვიდრე წლის მეორე ნახევარი. ამიტომ გირჩევთ წლის პირველ ნახევარში უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოებზე. ზოდიაქოს პირველი ნიშანი, რომლისთვისაც 2026 წელი კარიერულად ხელსაყრელი იქნება, არის კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი იქნება ხელსაყრელი. ზოდიაქოს მეორე ნიშანი, რომლისთვისაც 2026 წელი კარიერულად ხელსაყრელი იქნება, არის ლომი. ლომები 2026-ში საქმეებს კარგად დააგვირგვინებენ და ასევე მეგობრების დახმარებით წინსვლა აიქნებათ. ზოდიაქოს მესამე ნიშანი, რომლისთვისაც 2026 წელი კარიერულად ხელსაყრელი იქნება, არის ქალწულები. ქალწულები მთავარია პასიურ მდგომარეობაში არ იყოთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. წარმატებულ 2026 წელს გისურვებთ. დროებით.